მოკლედ მთელი ამ ხნის განმავლობაში შემიძლია ოფიციალურად თქვა უკვე რომ უკრაინა ამ ომში დამარცხდა და დამარცხდა იმ ომში რომელიც თავიდანვე წაგებული იყო რომელსაც ჩვენ თავიდანვე ვამბობდით და პრორუსებად, რუსეთუმეებად და რავი პუტინის მიერ დაფინანსებულ ლაქიებს გვიწოდებდნენ. აგერ გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი რომელმაც მიიღო ტრამპის 28 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც ნიშნავს უკრაინის უსიტყვო კაპიტულაციას, აგერ აი წაგიკითხავ, გვარდიანი აქვეყნებს. ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული არჩევანი აქვს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი კიევს მოუწოდებს მიიღოს გეგმა, რომელიც რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობას გულისხმობს. აი მე კითხვა მიჩნდება, რისთვის ჩახოცეს ამდენი ბიჭი? რისთვის ჩააცვეს ამდენ დედას შავები? რისთვის დააქვრივეს ამდენი ქალი? მეგობრებო, რაღაც გაუგონარი დონის ღალატთან გვაქვს საქმე, რომელშიც აი ეს კლოუნი მონაწილეობს ომის დაწყებიდან, რომელიც იყო კარგად დაგეგმილი სცენარი და დღევანდელ ვიდეოში მე მინდა მთლიანად დავარეაქტო აი ეს 28 პუნქტიანი გეგმა. ეტაპობრივად გავუყო ყველაფერს და განახოთ თუ რა ტყუილში ამცხოვრებდნენ ამ საწყალ უკრაინელ ხალხს, როგორ იყო წინასწარ განსაზღვრული და როგორ მონაწილეობდა აი ეს ქათამი, რომელსაც მე ესეთი პროგნოზი მაქვს, რომ ამას თვითონ უკრაინელები ჩამოკიდებენ აი კიევის ცენტრში ერთი ადგილით. ასე რომ მოდი ხსანამ ამ ვიდეოზე გადავთხოვთ რომ დაალაიქოთ ვიდეო, იმიტომ რომ ლაიქი არის მნიშვნელოვანი თქვენგან და გამოიწეროთ არხი. ასევე გაუზიარეთ მეგობრებს, რადგან იცოდნენ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. მოდი გადავიდეთ ახლა ამ ვიდეოზე. მეგობრებო, როგორც გითხრა, ახლა მე მინდა განახოთ, აი ნახეთ Reuters-მა გამოაქვეყნა რუკა. ეს ამას აქვეყნეს მთავარი არხი. ეს სპეციალურად დავსკრინე და რატო განახებთ ახლა მთავარი არხი, რომელიც ბოლოს 3 წელს განმავლობაში ეწევა პროპაგანდას, რომ ისა რა უკრაინა და ზელენსკი უკვე მოსკოვის შემოგარენთან დგანან უკვე და მოსკოვამდე რაღაცა 20 კილომეტრი აკლიათ. თვითონ მთავარი არხი აქვეყნებს, რომ Reuters-მა გამოაქვეყნა რუკა, რომელიც აღნიშნულია ტერიტორიები, რომლებიც უკრაინამ სამშვიდობო გეგმის მიხედვით უნდა დათმოს. რა ტერიტორიებზია საუბარი, ნახეთ. ლუგანსკი, დონეცკი, ზოპოროჟია, ხერსონი და ისა რა ყირიმი, რომელიც ოფიციალურად რუსეთის შემადგენლობაში გადადის, ხვდებით? ბიჭო, ომის დაწყებამდე უფრო უკეთესად ქონდა უკრაინას საქმე, ვიდრე დღეს ეკონომიკურად, დემოგრაფიულად, სამხედრო მილიტარისტული თვალსაზრისით, აი აბსოლუტურად ყველანაირად, აი ხა ვინმე მოვა და მე მეტყვის რომ ეს ყველაფერი დაგეგმილი პროექტი არისო, რომელშიც ზელენსკი ცალკე ამერიკელების ნაწილი და ცალკე თვითონ რუსები არიყვნენ ჩართული ამ ყველაფერში. ამაზე მოგვიანებით, მოდი ხა გადავიდეთ, აი 28 პუნქტიანი, აი ტირილი მომინდა ეს რომ მოვისმინა, აი ტირილი მინდოდა რომ დამეწყოღონ მართლა. აი მოდი მოვისმინოთ, ხა მეგობრებო, აი აქ რაზეა საუბარი, აი არ ვიცი უბრალოდ გავოგნდი რა. ლუგანსკის და დონეცკის დე-ფაქტო რუსეთის ტერიტორია დაღიარება, მათ შორის შეერთებული შტატების მხრიდან. ხერსონი და ზაპოროჟია გაიყოფა ფრონტის მიმდინარე ხაზის მიხედვით. უკრაინის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა შემცირდება 600,000-მდე, ამჟამინდელი 850,000-ის ნაცვლად. უკრაინა კონსტიტუციაში ასახავს, რომ ის არ შეუერთდება ნატოს, ხოლო ნატო ვალდებულებას იღებს მომავალშიც არ მიიღოს უკრაინა ალიანსში. არა, ხო გესმით, არის ბიჭო, აი ტიპს დედა უტირეს ქვეყანას, ნახე. ანუ წამგე უკრაინაში აი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ვაშკაცურად იბრძვის და გონია რომ ემსახურება სამშობლოს, რამდენი ესეთი ბიჭი მიწაში მილიონობით ადამიანი წევს. გინდა ერთი მხრიდან კაცო, გინდა მეორე მხრიდან იმის რომ რაღაც იდეა ქონდა, რაღაცა. მე იმ უკრაინელ ჯარისკაცს მე მთელი ხნის განმავლობაში რომ ვაკრიტიკებდი უკრაინას, ხო? არასდროს არ ეხება იქ რიგი ჯარისკაცს, რომელიც მართლა თავისი ქვეყნისთვის ბრძოლობს, ხო? მე ვისაც ვაკრიტიკებ და ვისაც ვაფურთხებ, არის ის ხელისუფლება, რომელიც ჩაქცეულია კორუფციაში, რომელიც აი ხა ხელს მოითმობს და ზელენსკი, რომელიც სკანდალშიც არის გახვეული საუდის არაბეთის ბანკში 100 მილიონი ყოველთვე გადადისო და იქ თველი ამერიკელი კონგრესმენები რომ ამხელდნენ ამასთან დაკავშირებით, რომ იარაღი რომელიც ჩადიოდა ბაიდენის დროზე ნახევარზე მეტი შავ ბაზარზე იყირებოდა და დღეს უკრაინის ხელისუფლება გამდიდრებულია და ეს საწყალი ბიჭები მიწაში წევთ, იგივე უნდათ საქართველოში გაეკეთებინა, ბიჭო. ჯერა აბსურდი იყო. ეხა რა უკრაინა თუ ომი მოიგო, ვაიცა, უკრაინა ნატოში კი არ უნდა შევიდეს, ნატო უკრაინაში უნდა შევიდეს. ანუ ხვდებით ამ აბსურდს რა იყო ხა რომ უკრაინა ეს ომი თუ მოიგო, ნატოს წევრი ქვეყანა გახდებაო რა ბიჭო. უკრაინა თუ ომი მოიგო, რაღა ჯანდაბათ უნდა ნატო. პირიქით მთელი ნატო კი არა, საქართველოს უკრაინაში უნდა შევიდეთ. ეგ ერთი. მერე მეორე. ჯარისკაცები ნახე 600,000-მდე უნდა შემცირდეს. ეს საყოველთაო მობილიზაციის დროს. აკლებენ 200,000. და ტერიტორიები, რომელიც ომის დაწყების, აი 2022-ში, მაგს თებერვალზე საუბარი, რომელიც იყო უკრაინის იურისდიქციის ქვეშ, არანორ ნახევარი დიდი ბრიტანეთის ხელა, დიდი ბრიტანეთი რო იყო მისი ნახევარი გადადის რუსეთის საკუთრებაში. ოფიციალურად. ეხლა რუსეთი რის დამბრუნებელია? მეტი არა, ჩემი მტერი ეხლა, ხო, მით უმეტეს, აი ტრამპმა იმენა, აი რა ვიცი, აი გაუმზად, აი ლანგრით მიართო რუსეთს აბსოლუტურად ყველაფერი.
აი მოდი გავაგრძელოთ ხა და ის მარაზმი უბრალოდ ვამხილოთ რა. ნატო არ განავალაგებს სამხედრო ძალებს უკრაინის ტერიტორიაზე. ალიანსის გამანადგურებლები პოლონეთში განთავსდება. რუსეთი იღებს ვალდებულებას არ დაესხას თავს ევროპას და უკრაინას. რუსეთს ვალდებულება ნახეთ რომ ევროპას არ უნდა დაესხას და აი ხდებით უბრალოდ აი ანუ აი ხო უკრაინა ამდენამეს კარგავს და ხო უნდა გადახვიდე ხა აი რუსეთს რა და რუსეთს თურმე ვალდებულებას აძლევს ამას რომ ევროპაში არ შეიჭრება. და ამდენი ხნის განმავლობაში მეუბნებოდი რომ რუსეთში არ ქონა დასავლეთს. დღეს უპილოტო დრონები რო გადაუფრევნენ ნორვეგიას, შვედეთს, პოლონეთს, დიდ ბრიტანეთს რომ მიადგება რუსული წყალქვეშა ნავი და პანიკა რო ამ სოფლიოში. ანუ რუსეთში აქვთ ხო? და ეს ხალხი მე მეუნებოდა რომ ისაო რა ქვია დრო აფხაზეთში და სამოჩაბლოში გაისეირნოთ ქართველებო და დღეს საქართველოს იქნება და ღაზა. აი ღაზა ხო იცით? აი ქვაზე რო არტევს იქ არაფერი. აი იუთუბერი კი არა მიწაში ვიქნებოდი ხა, კაი ხნის მიწაში ვიქნებოდი ხა. და ანუ ამათ რა უნდოდა ხა და საქართველოში არსებული მემარცხენე ესენი რა ქვია ეგრეთ წოდებული მეომარი კამანდა რა რომ ომიც მოსულა ბრატ რუსეთთან მე რა უგულავა რო გამოდიოდა საკუთარი შვილები გაუშვით ომში ვისაც დაღუპვა გინდათ ესე აი ვინცაც ომი გინდა თქვენი შვილები გაუშვით ომში გაიგეთ იმ ომში რომელიც თავიდანვე წაგებულია ბირთულ ქვეყანას ომს ვერასდროს ვერ მოუგებ აი სურო ტრაკზე გაიხა ბოდიში და ამ სიტყვაზე ძალიან დიდ ბოდიში ხდი მაგრამ აი მართლა ამ ომას რაც გინდა ის გაკეთეთ ომს ვერ მოუგებ გინდა პრორუსი მეძახე ხა გინდა რავი პროჩინელი გინდა აი მნიშვნელობა არა აქვს ფაქტი არის ერთი ბირთული კობინები როდესაც 4000-ზე მეტი ქვეყანას გააჩნია იმას სურო დედა კონდეს ლატირები კაცო საბჭოთა ტექნიკა კონდეს ეგ SU-24 ვისენი რა ქვია ჩამძო ამყრალებული და დრონებით სადაც გადაუფრენ იქ ბომბავდა არაფერს ნიშნავს საერთოდ უკრაინამ არაერთი შესანიშნავი ოპერაცია ჩაატარა რუსეთის ტერიტორიაზე ვოლგოგრადში იქ იმაში რა ქვია მაგრამ შედეგი რა არის შედეგი რა ომი მაინც წაგებული აქვს ის ბიჭები ისთვის ჩაწონენ საფლავში აი ეგ მაინტერესებს ეგ ფენომენი ვერ ამოხსენი მე ხოლო ნატო არ გაფართოვდეს გაყინული რუსული აქტივობიდან 100 მილიარდი დოლარი ჩაიდება უკრაინის აღდგენაში მოგების 50% შეერთებული შტატები მიიღებს მოგების 50% შეერთებული შტატები მიიღებს როგორც ყოველთვის მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ისტორია არ იცვლება ომობს ორი ქვეყანა იგებს ამერიკელი, რომელსაც მართავს ებრაელი. ეს ვიცით. ამაში არაფერი ახალი არა ხა. ბლეკროკი რო დაიწყებს ხა იქ რეკონსტრუქციას და იქ ახალი ისრაელი შეიქმნება და იქ ებრაელებს ჩაასახლებენ ეს ვიცით კაცო უკვე ხა ხა ამაზეც მითხარით ზღაპარიაო. აგერ ნახავთ. ზელენსკი ტყუილად კი არა იქ მოყვანილი, კლოუნი, რომელიც მოიყვანეს და დასვეს, რომ ეს ყველაფერი გაეკეთებინა. ნახავთ. ევროპა დამატებით 100 მილიარდ დოლარს გამოყოფს. დარჩენილი გაყინული რუსული აქტივები ჩაიდება რუსულ-ამერიკულ საინვესტიციო ფონდში. რუსულ-ამერიკულ საინვესტიციო ფონდში იდება. ნახეთ, რუსულ-ამერიკულ საინვესტიციო. და ხამად გონიათ 100 მილიარდი რუსეთისთვის რამე არის, აი სასაცილოდ არ ყოფნის ხალხნო რა. მარტო 600 მილიარდი საუდის არაბეთის პრინცში აქვს, იმაში რა ქვია, ამერიკაში საინვესტიციო და IA-ში რო ჩადოს, და 100 მილიარდია საუბარი რუსეთთან. და საერთო კონტრაქტებს მოხმარდება. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ეტაპობრივად მოიხსნება. ეს მომესმა? რუსეთის მიერ დადებული სანქციები ეტაპობრივად იხსნება. არ ვიცი, ტრამპზე დიდი პრორუსი თუ ვინც საწიმე პრორუსი დამიძა ხო? აი ეგ მთელი ამერიკა არის პრორუსი. წადით ახლა გაიხედეთ ამერიკას აჩვით დილიდან საღამომდე ლიბერალებო. დილინაც დადექით და ტრამპზე ეძახეთ რუსეთის მონა. რუსეთი აი დედა მომიყოდეს აწი, აი ვინმე დაგინახოთ აი ეგეთ მხარეს დაიწყოთ რუსეთუმე და რუსული მთავრობა რო აი ძახელი. გაიხედეთ აგერ ამერიკა, აგერ აი ერთი ოკეანის იქით არის. გახედეთ და მთელი ამერიკა არის პრორუსი, მთელი ამერიკა დღევანდელი. იმენა ლანგრით მიართვა ტრამპმა, ესე აი დაუდო მიართვა რუსეთს ყველაფერი. შესთავაზებენ დიდ რვიანში დაბრუნებას. დიდ რვიანში დაბრუნებიდან 100 დღის შემდეგ უკრაინაში ჩატარდება არჩევნები. ამერიკულმა მხარემ წარმოადგინა თავისი წინადადება. ომის ამან მოაგროვა ახლა კაი ფულები. აიწყო კაი ცხოვრება, საუდის არაბეთის ბანკში აქვს შენახული რეზერვები და უკრაინელებს ფეხებზე არ კიდია იასნია. დასრულების გეგმის პუნქტები. მათი ხედვა. ომის პირველივე დღიდან გვაქვს ერთი უაღრესად მარტივი პოზიცია. უკრაინას სჭირდება მშვიდობა, ნამდვილი მშვიდობა. ეხა გინდათ მშვიდობა, ბიჭო, ეს არ იყო რომ გამოდიოდა გაეროს ტრიბუნიდან
თეთრი სახლიდან, ჰააგადან, ბრიუსელიდან, რომ აი ერთიანი კოლექტიური ძალის ხმების შედეგად რუსეთი უნდა დამარცხდეს ამ ომში. თუ რუსეთი არ დამარცხდება, უკრაინა არ აპირებს ამ ომის გაჩერებას. რადგან უკრაინა არ შეეგუება საკუთარი ტერიტორიების დაკარგვას. ეს ხო ზელენსკის სიტყვებია, რომელსაც წლების განმავლობაში ციტირებდა ხმამაღლას თენდაფებიდან. რატო შეცვალა ეხა ყველაფერი? იმიტომ რომ შეყენებული აქვს წყალი. დედა აქ ნატირები. ამა ეხა ვის გაუწევს ეს წინააღმდეგობას? რომელი პუტინზეა საუბარი ტრამპი ჩამოკიდებს ამას ერთი ადგილით. ისეთი რომელიც მესამე შემოჭრით არ განადგურდება. ღირსეული მშვიდობა, ისეთი რომელიც პატივს ცემს ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს სუვერენიტეტს. რომელ სუვერენიტეტზე, რომელ პატიოსნებაზე, რომელ იმ დედას, რომელმაც შვილი დაკარგა ამ ომში, იმ დედას რა უნდა აუხსნა შენ? არაერთი კადრი მაქვს ამის ნახე, მით უმეტეს ამ ბოლოხას ვაკვირდები თვითონ უშუალოდ სამხედრო მოქმედების სცენარს, GoPro-თი, ანუ პირდაპირ როდესაც იღებენ ჯარისკაცები, ერთი არხია, ეხლა და military pics ეგრე ქვია, როგორც რამდენადაც მახსოვს YouTube-ზე, რომელიც დებს თვითონ უკრაინა რუსეთის აი gameplay ვიდეოებს, აი როგორ ომობენ, როგორი ბრძოლებია, როგორი ტაქტიკური კომბატური, როგორი პროქსი, ანუ ყველაფერი, მთელი სამხედრო სცენები, დრონები, სამხედრო მანევრები, ყველაფერი არის მაგ იმებში კადრებში აღბეჭდილი და აი არაერთი შემაძრწონებელი სცენები მაქვს ნანახი. დრონები როგორ აფეთქებენ ამ რუსის ჯარისკაცებს, როგორ αφეთქებენ უკრაინის საწყალ ჯარისკაცებს, აი ეს ბიჭები ზოგი ხიდის ქვეშ იმალება, ზოგი ტანკიდან გარბის, აი მიდის გაყინული კონფლიქტი და უბრალოდ ხალხი ყდება, აი ხო გითამაშიათ თამ აი CS:GO ხო გითა PUBG ხო გითა Deathmatch-ი რო არის ხო იცით? აი არაფერი რო არის, ანუ განა ობიექტივებს იღებ იქ რაღაცა ტერიტორიები გაქვს. არა, უბრალოდ ხალხი ყდება, Deathmatch-ი არის, ეგ უბრალოდ ხალხი ყდება და სპაუნდება, ანუ თამაში სპაუნ ფუნქცია, მაგრამ აქ ხალხი ყდება პირდაპირ. ხალხი ყდება პირდაპირ და ბევრი მოკვდა. ბევრი მოკვდა იმ რწმენით, რომ უკრაინა იქნებოდა თავისუფალი. და საკუთარ ტერიტორიებს დაიბრუნებოდა და გამოდის ეს სირიკო ბამონჩილაზე. ხა და ეუნება იმ დედებს, ხა რომ აი თქვენი შვილები არაფრის გამო არ მომკვდარან. ხა იმიტომ რომ ტრამპმა ესე გვითხრა და ტრამპი როგორც იტყვა, უნდა შევასრულოთ. აი მითხარი მე იმ უკრაინელს რა უთხარი, რომელიც ჯერ ამას ხმას მისცემს. და იმ უკრაინელს მე რა უთხარ, რომელიც აი ამას გალსტუკი და ჩამოკიდებს პირდაპირ იმაზე, რა ქვია, კიევის მოედანზე. ეს არის გამყიდველი და მოღალატე. თუ იცოდა რომ წაგებული იყო თავიდანვე. აი რაღა აზრი ქონდა. მითხარი ამ თელა ამ სამხედრო მოქმედების თუ ეს გამიზნული არ იყო წინასწარ რომ უკრაინელები ჩახოცინიყვნენ, ასევე რუსებიზედ მიყოლი და რუსებს უცალფეხზე კიდიათ რამდენი მოუკვდება, უკრაინელსაც ცალფეხზე კიდია რამდენი მოუკვდება და იმ ადგილზე სადაც ჩახოცინი ხალხია, დემოგრაფიული პრობლემია, გენოფონდი აღარ არის, დაიცალა უკვე ქალები ბევრნი არიან უკრაინაში, კაცები აღარ არიან და იქ მე ჩაასახლებენ ახალ მოსახლეობას. აი გეგმა რა იყო. აი სიტყვები ახდება. აქამდე ხო ვამბობდი მთელი ამ წლების განმავლობაში ეს დადგმული პროექტია. აგერ ნახავთ კიდე ბევრი რამე ამოვა კიდე ფსკერიდან, ძალიან ბევრი რამე. და უკრაინელი ხალხის ღირსებას. მომავალ დღეებში პრეზიდენტ ტრამპთან საუბრის იმედი მაქვს. გვესმის, რომ ამერიკის ძალასა და მხარდაჭერას შეუძლია მშვიდობის დამყარება და არ გვინდა ამის დაკარგვა. ასევე გვესმის, რომ რუსეთს მშვიდობის რეალური სურვილი არ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ამ ომს არ დაიწყებდნენ. არსებობს მრავალი შეფასება. საკმაოდ სამართლიანი, რომ რუსეთი წელს მხოლოდ ერთ რამეს ცდილობს: სანქციების გადადებას და მეტი დროის მოგებას ომისთვის. ტიპი რა სირია ჩამოსხმა, უბრალოდ მოსმენა აღარ მინდა უკვე რა. აი მოსმენა აღარ მინდა უკვე. აი ამის ხმის ტიპი რა აბსურდს და რა ნაცარს აყრის ამ ხალხს თვალებში. რომ თორმე რუსეთის გეგმა, რუსეთი არ დაიწყებდაო იმას სანქციების გვერდის ავლა უნდა და ენა ებმევა ჩერ, ვერც გაიგო ეხა რა არის, როგორ უნდა აუხსო, როგორ უნდა გააправოს ეს პროცესები. და ამის პარალელურად ხალხი, რომელიც მკვდარია წარმოიდგინეთ ამ ომში, გამოდისო ტექნიკურად საერთოდ არაფრის გამო მომკვდარა. აი წარმოიდგინე ომში მიდიხარ, კვდები და ანუ მიზანი არ აქვს მაგას. უბრალოდ ხარ საშენი მასალა, რაღაც საომარი ექსკრემენტი, რომელიც ამ ომში კვდება. ხა რამდენი ბიჭი მოკვდა, ხო მილიონობით არის საქმე აქ საუბარი. რამდენი ქართველი ლეგიონერი მოკვდა, რომელიც იქ ომობდა, იდეით მათ შორის რამდენი იყო, ხო? რომ ზოგს ჯეროდა მესმის, აი შეიძლება არ იცოდნენ ის გეოპოლიტიკური პროცესები, რომ რიბლენსა და ჰარტლენდ შორის მიმდინარეობს დაპირისპირება, რომ ეს არის დადგმული პროცესი, რომ ყველაფერში ჩართულნი არიან BlackRock-ი, Vanguard-ი, State Street-ი, მთელი ამერიკული ელიტა, რომ აქ უნდა ამოიხოცოს ხალხი, რომ მე BlackRock-მა ეს ყველაფერი ააშენოს ხელახლა, იქ ჩაასახლონ ახალი ხარი. მე შეიძლება არ იცოდა, კაცო, ყველას ვერ მოვთხოვ ის იცოდეს, რაც მე ვიცი. მით უმეტეს როცა გაგანია ომია და ტყვიებს გესვრიან, ხო? იქ ხა ვერ დაიწყება რაციონალურ აზროვნებას. მესმის, რომ ბევრი ბიჭი მართლა შეეწირა ამას.
და ძალიან გული მწყდება. მე მეცოდება ნებისმიერი დედა, რომელსაც შვილი უკვდება ომში. აი ნიშნულობა არ აქვს მეგობარო, ეს ეხა რავი უკრაინელი იქნება, რუსი იქნება, ამერიკელი იქნება, აფრიკელი, ის დედა ხო ცოდვა შვილი უკვდება. ღარიბი ეწირება ყოველთვის ამს, ღარიბი მიყავთ მაგომში. უქონელი მიყავთ მაგომში. გინახია თქვენ ერთი მდიდარი შვილი, რომელიც ომში ყოფილიყოს და გმირივით მომკვდარიყოს, რატო არ არის ეგეთი ფაქტი და მაგიტომ. და ის ცოდვა არა, ის ხო ადამიანია ისიც არა. ჩვენ ხო ქრისტიანები ვართ, ჩვენ ხო ქრისტიანულად უნდა შევხედოთ, არა, ვისი სიკვდილი უნდა, არავის სიკვდილი არ უნდა გაგვიხარდეს. მათ შორის არც რუსის სიკვდილი არ მიხარია იქ. რომელიც საერთოდ არაფერ შუაში არ და პუტინის დავალებებს ასრულებს. მე აქ ხალხო პრობლემა მაქვს, აი ხო გეუბნებით ერთ რამეზე, აი რაც არის ძალიან სევდიანი, რომ ამ ხელა უსამართლობას ხედავდა, რომ უნდათ ეს ქვეყანა მან ჩაეთრიათ, გაიგე? უნდათ ეს ქვეყანა, ეს ხო ლაპარაკი ამას გორაჩენკოდები დეგენი, ხო ამოდენ რომ გაართველებო, გაისეირნე და აფხაზეთში სამოჭო. გასეირნება რა არის? საჩემპионებში უნდა გავისეირნო, გასეირნება ხო უდრის რომ გახსნენი ფრონტი, აწარმოებები. ხო იყო იმაზე საუბარი, რომ ომის დაწყების მომენტში რომ აი ქართველებს უნდა გადავცეთ შეიარაღება, გაუზადა, რატომ? რომ ჩვენც საშენი მასალო ყოფილიყავით? მიასა როგორც რუსები იტყვიან, ხორციც არიელა? რო აქ ბევრი შავი ფული გაკეთდებოდა მერე? რო ქართველები ჩაიხოცებდნენ და სხვა ჩაასახლებდნენ აქ? ანუ მიზანი რა იყო? რუსეთს საქართველოს მოუგებდა ომს? ეს პრორუსული განცხადება ახალ თუ რეალიზმი უბრალოდ, რომ ომს ვისაც ვერ მოუგებ, გმართებს შენ დიპლომატიური კონტინგენტი გამოიყენო იმისათვის, რომ ურთიერთობები დაალაგო. მათ შორის ვატიკანი აიღეთ, ვატიკანს ჯარი არ ყავს. ვატიკანის კარდინალები რას ამბობენ, რომ ჩვენი ერთადერთი იარაღი არის დიპლომატია. სხვა ჩვენ არანაირი ძალა არ გაგოჩინია მსოფლიოში. იმის ფონზე რომ გიმართლებს რომ ვიღაცას ეხა შეუულია რუსეთს რომ აქ შემოიჭრას, დაგბომოს, გაგასწოროს მიწასთან, დაგაბტყელოს, ხო ამას არ აკეთებს. და შენ ნახე, იქიდან მთელი ეს მედასავლელეები, მათ შორის ქართველი მოღალატეებიც რაღაც და ევროპელები რო გამოდიოდნენ სკანდინავდნენ მეორე ფრონტი და მე ხა გამოდიოდა, არაო, სად ვამბობდითო მეორე ფრონტსო. მაგ ხალხს უნდა საქართველოს გენოფონდის ამოჟლეტა ჩაულებრივოთ, რომ მე ფულები ეკეთებინათ. როგორც ამას ევრობიუროკრატები აკეთებენ, უკრაინელები აკეთებენ. და ქართულმა ხალხმა რო უთხრა არა, მაგის მერე ხართ ყველანი სანქციებში, მაგის მერე ხართ ყველა გარიყულები, მაგის მერე ის დაიწყა მოსმენა ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე, მაგის მერე დაიწყო ხელისუფლების ყველა წარმომადგენლების კრიტიკა, დასანქცირება, ესე ვთქვი, ისა რა ქვია, აბსოლუტურად მისი გარიყვა, დაკენსელება, რატომ? რომ დაკრულზე არც ეკვალ. ივანიშვილმა კრედიტ სუისთან ეხა საბოლოო განაჩენი ამდენადაც ვიცი 600 მილიონზეა საუბარი, აი მაგალითად მოვყავს უბრალოდ რომ იცოდეთ რა. ანუ 600 მილიონი სადაც არბიტრაჟში მოუგო ოფიციალური, ანუ სამართლიანად მოიგო ეგ რომ მისი ფულია და კრედიტ სუისი გამოდის და ყველა თანხას უბლოკავს აბსოლუტურად. მოგებულ სასამართლოზე მაქვს საუბარი, მოგებულსაც რატო? იმიტომ რომ შანტაჟია ხალხო. აი ეს არის თქვენი ეგრეთ წოდებული თავისუფალი ევროპა. ეს არის ეგრეთ წოდებული თავისუფალი სიტყვა, ეს არის ეგრეთ წოდებული თავისუფალი სასამართლო, ეს არის ეგრეთ წოდებული თავისუფალი სიტყვა. რომ სამართლიანად შეიძლება მოიგო, მაგრამ იმიტომ არ გაძლევენ ამ ყველაფერს, რომ შანტაჟის იარაღი აღარ ექნება ჩვენთან. ეს ხო ფაქტია, კაცო, ეს ფაქტია, ეს რავი შეგიძლიათ შეხვიდეთ კრედიტ ნებისმიერ სამართლებრივ იმასა და გაარკვიოთ. მოგებული სასამართლო ფულს არ აძლევენ იმის გამო, რომ მათ დაკროზე არ იცეკვა. ეს არის ფაქტი, უბრალოდ ფაქტს ვამბობ ახლა. ანუ აქ არაფერი არ არის პროისა და პროისა, ფაქტს ვამბობ უბრალოდ. იგივე ვერ ვიტყვი მოლდოვას იმაზე მაგალითად. იგივე ვერ ვიტყვი ლიტვა, ლატვია, ესტონეთზე, სადაც დაკრულზე იცეკოს და გააკეთეს, მათი ხელისუფლება დაჭერილია ახლა. ზოგი ოპოზიციაშია გადასული, ზოგი კორუფციაშია დაჭერილი. ეს ხო ფაქტია, კაცო, რასაც მე ვლაპარაკობ, არაფერი მომიგონია. ამას ის ოპოზიციური მედიები ზდებდნენ. მთელი პრიბალტიკა, მთელი აღმოსავლეთ ევროპა, რომელიც საქართველოს ამდენი ხნის განმავლობაში სრულიად სიტყვის მნიშვნელობით თავზე ლაფშს ასხავდა, ხო? დღეს ყველანი ოპოზიციაში არიან, ზოგი დაჭერილები არიან, ზოგი საკუთარი ხალხის მიერ იდევნებიან ქვეყანაში. რატო? იმიტომ რომ იმ დასავლელებისა და იმ ევრობიუროკრატების დავალებებს ასრულებდნენ ამ ქვეყანაში. და შე რო არ შეგასულებინეს, მაგიტომ დაგასანქცირეს. მაგიტომ დაიწყეს საქართველოს რომ პრორუსი ქვეყანა, ვითომ ვიღაც ივანკაო და რუსეთი გმართავს რაღაც სახელები რო შეგარქვის. და ვითომ კრემლის იქიდან იმას რა ქვია, კრემლის იქიდან იმართებოდა პლუს ამას და რა აბსურდზე მაქვს საუბარი, ევროპელი ლიდერები რომ საქართველოს შემოდიოდნენ და პირდაპირ საპროტესტო აქციებს უერთდებოდნენ პოლიტიკურ განცხადებებს, აკეთებდნენ სტენდაფებიდან, ეს რომ არის გაეროს საერთაშორისო ნორმებისა და ადამიანის უფლებებისა და პოლიტიკური ჩაურევლობის აბსოლუტური ყველა კოდექსის დარღვევა, ეს ჩემგან ალბათ არ გესწავლებათ. პირდაპირ ქვეყნის საქმეებში, ანუ სუვერენიტეტში გერეოდნენ და მე ეგ ხალხი გამოდიოდა რუსეთი გმართავსო ბიჭო.
წინასაარჩევნოდ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო იყო ჩართული ოპოზიციურ წინასაარჩევნო პროექტში. ბაიდენის ადმინისტრაციაზე მაქვს საუბარი და საბედნიეროდ ტრამპის ადმინისტრაციაზე არა. მართალია ტრამპთან ეხა არის გაყინული ურთიერთობები, შედარებით პოზიტიური ესე ვთქვათ პოზიციონერობით, მაგრამ არც წინ მიიწევს, არც უკან არ მიიწევს თავარი ეგარი. არ ვიცი ხალხო, ამდენი ხნის განმავლობაში მე რო ვამბობ ყველაფერს და ხან პრორუსი ვიყავი, ხან ქოცი ვიყავი, ხან ის ვიყავი, რა ქვია, მაუძედნი, ხან ფაშისტი, რავი, აღარ დაუწახია ამდენი ხნის განმავლობაში, მაგრამ რაც დრო გარის ხო ყველაფერი სიმართლე აღმოჩნდა რა, რასაც ვამბობდი ხო ყველაფერი წინ გვხდება. ეხლა ძალიან ბევრი რამე დაგხვდება მეგობრებო წინ და მადლობა თქვენ, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში, აი, რავი, ნდობა, ლაიქი, თქვენი კომენტარი, აბსოლუტურად ყველაფერი თქვენ გამოხატეთ ამ თემასთან დაკავშირებით და მესმისო შეიძლება ვერ მემთხოვით რაღაც შეხედულებებს, შეიძლება მე განსხვავებული შეხედულება მაქვს, მაგალითად, შენ რავი, მაუძედინი გევასება, შენ უფრო გევასება ჩერჩილი, უფრო სტალინი. ანუ ესეთ რამეებზე ჩვენ არ უნდა დაუჭამოთ ერთმანეთი. ჩვენ ფოკუსირებული უნდა ვიყოთ ქართულ საქმეზე, რაც საქართველოსთვის უკეთესია. ჩემთვის კი არა, აი, ზოგადად საქართველოსთვის რა არის უკეთესი. თორე მე ჩემი აზრები და აღარ საუბრობა, მე ესე მინდა, მე მინდა დავით აღმაშენებელი საქართველო. მაგრამ არ არის სამწუხაროდ, რომ ამის, რავი, არანაირი არც ბექგრაუნდი მაქვს, არც ფენა არ ყავს სოციალური ეგეთი, არც ეგეთი გენოფონდი მყავს, არც ეგეთი ინტელექტუალური რესურსი. ბუნებრივია ვერ მენდომება ეგეთი. მაგრამ რაც მაქვს, ხო, შეიძლება ის ჩვენ პოზიტიურად გამოვიყენოთ, რომ ქვეყანას დავეხმაროთ, არა? ამაზე მაქვს საუბარი, თორე ხა ზოგს United-ი მოწონს, ზოგს City მომწონს. ეხა ამის ხო არ გამოვიკიდებით ერთმანეთს შენის რატომ მოგწონს მესმის რომ რაღაც უთანხმოებები არის ხანდახან ჩვენ შორის რაღაც ისენი მაგრამ ერთმანეთზე ვთანხმდებით რაც არის აბსოლუტურად რავი ყველა ქართველისთვის ფუნდამენტური რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ საქართველოსთვის უკეთესი რა არის და არა მაგალითად ნიკასთვის არა გიორგისთვის არა შაქროსთვის და არა სანდროსთვის ეს ვიცოდეთ რავი დაწერეთ დაბლა კომენტარებში თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით რა რეაქცია გქონდათ რა მოლოდინები გაქვთ და ზოგადად აი და თქვენი პოზიცია გამოდგინდა აი რა ფსიქოლოგიური დიაგნოზი დასვით აი რასთან გვაქვს საქმე მეგობრებო რა დროებით მადლობა ყურადღებისთვის